ხო დედა კარგი ირაკლის ვეტყვი და თუ არ გადაირია მივალ კარგი ვინ იყო მარიკა? დედა ჩემი იყო ხო მომიკითხე რა მინდაო? ირაკლი აი შენ რამე პრობლემა გექნება რომ მომისმინე რაღაც პატარა სამუშაოა და რა სამუშაოა? მარიკა, საერთოდ არსებობს სამი ტიპის სამუშაო: ფიზიკური, ინტელექტუალური და ამინდის პროგნოზის წამყვანი. შენ უნდა გააკეთე. აი, რეკლამაში რომ მივიღო მონაწილეობა. უი, მეოთხეც ყოფილა. და რამდენს გიხდიან? თუ ამიყვანეს $300. $300? $50 დაამატონ და იმ ერთსალ ჩეკმას იყიდი. კარგი. დღეს 3 საათზე მივდივარ კასტინგზე და ცოტა ნერვი ვაქვს, შეგიძლია წამოვყავ. არა, მე ვერ წამოყვები. პაციენტია ქუთაისიდან ჩამოსული და მირეკეს სასწრაფოდ მოდიო. ძიმედ არის? არა, რა მძიმედ არის? გოჭი, ხაჭაპური, ღვინოა, ჩამოტანილი ყველა იქ მელოდებიან. კარგი, მაშინ დათოს თქვა რომ გამყვეს. დათოს თავი დაანებე? დათოს არ სწალია. რატომ? ჩემ დავალებას ასრულებს. რა დავალებას? რა დავალებას და უნდა ნახოს ის თავის შეყვარებული. უნდა უთხრას რომ ეს მისი ბინა არ არის. რომ მე ცოლ სახლიდან არ გაუგდივარ და რო კიდე ის სულელური ფრაზა არ მაწყნარებს, რა ქვია იმას. თორე გუში შევედი მაღაზიაში, ვიკითხე გამყიდველი სად არის თქო? ისიც იქ იყო, მომუარდა იმდენ ხალხში. გასულია! ისე როგორ ყველაფერი მომატყუე? არც ბინა გაქვს, არც სახლი გაქვს, არც ის ნახატებია შენი. მოკლედ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა რა დათო. ნახატები ჩემია. მით უმეტეს. ორი წვენი თუ შეიძლება. არა, თავიდანვე რომ გეთქვა რომ წარუმატებელი მხატვარი ხარ, ცოლმა სახლიდან გამოგაგდო და ბიძაშვილთან ცხოვრობ, პრობლემა არ იქნებოდა დათო. ვიცი როგორ პრობლემა არ იქნებოდა? აბა თავიდან მკითხე. არა, რა უნდა გელაპარაკო? კარგი ხო, რა მოგივიდა 1-2 წელიც მაცალე, მე გავყიდი ჩემს ნახატებს, ავიწყებ ნენელა საქმეს და რამე იქნება. არა ისე, როგორ მოიტყვია ყველაფერი? ისია ფასიანი წონები აღარ გვაქვს. წავედი რა. რატომ ჩქარობთ ნინი? არ გახსოვს დღეს სად მივდივართ? ფოტო გამოფენაზე. ორივე ერთად ვართ დაპატიჟებულები. რა არ მოდიხარ? როგორ არა დათო, მაგრამ შენთან ერთად არა. აბა ერთ სიმპათიურ ბიჭთან ერთად. ვინ სიმპათიურთან ერთად? შენ არ იცნობ დიმიტრი ქვია. ვინ არის დიმიტრი? სად არის დიმიტრი? საწავიდა. გასულია, გასული. ერთი წუთი ნინი. იცი რა, რაღაცა მინდა გითხრა. ესე იგი, მე არ ვარ საერთოდ წინააღმდეგი რომ ჩვენ სამივე ერთად წავიდეთ. ის ტაქსი ასე უფრო იაფი დაგვიждდება მე.
შემდეგი. მერე მე ვარ. ძალიან ნერვიულობ. სანდრო, ეგ შენ შეხვიდა პირველი. ხო, აი შეხვალ, ნახავ რა ხდება, მერე გამოხვალ და მეც მომზადებული შევალ. აი, მაგრამ ანკეტა რო არ შემივსიო? რა პრობლემაა, მოდი ერთად შევავსოთ, მოდი. კალმის ტარიხი არ გაქვთ. მაგნუთ. სახელი. აჰა. გვარი. აჰა. ხო. მარიკა. ხო. საკი ვინ არის? თითი გაწიე. ჰა? თითი გაწიე. საკი. 27. განათლება. ნუ ლონდონში. შემდეგი. ევარ. ეს დამიჯერე. დათო. დათო? რა მოგივიდა და თუ რა გჭირს? არ დაიჯერებთ. რა, შენი ნახატები გაიყიდა? არა, ნინი მიმატოვა. არც სახლი გაქვს, არც კარი, არც სამსახური, კატაც არ ყავს. კარგი რა, როგორ შეიძლებოდა ახლა ეს? 1-2 წელი ეცლია შენთვის გაყიდდი შენ ნახატებს და აიწყობდი ნელ-ნელა ცხოვრება. რა უნდა ქნა? მაქსისულელების ვისჯერ ანანო. რა უნდა ქნა? არ ვიცი. რადა დღეს გამოფენაზე ვიყავი დაპატიჟებული მასთან ერთად. ის კიდე ვიღაც სიმპათიურთან ერთად მიდის. მართლა ვის სიმპათიურთან? რა უნდა ქნა იცი? შენც უნდა წახვი და მაგათ ჯიბრზე ვინმე სიმპათიურთან ერთად. სწორია. და ვისთან ერთად წავით? ეკა წაიყვანე. წაყევი რა ეკა გიხოწე. კარგი. მაგრამ რა არის იცი? კარგად უნდა ჩაიცვა და როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცე. ესე იგი, კარგი პიჯაკი უნდა ვიშოვო, ხო? სერიოზული. სერიოზული. ირაკლის ვთხოვ, უარს არ მეტყვის. მოიცა, ირაკლის პიჯაკი დიდი არ გექნება? და ეხა დიდი მაქვს? რო არ წახვიდე საერთოდ. ალო? დიახ, ეკა ვარ. გამარჯობა. გადავწყვიტეთ ხელშეკრულება თქვენთან გავაფორმოთ. თქვენს კონკურენციაც ველაპარაკე, მგონი კონსტანტინე ქვია რა. იცით რა, ძალიან ძვირი ფასები აქვს და მეორეც ერთი ეს თქვენი კონსტანტინე დიდი თავხედი ვიღაც აღმოჩნდა. ვაიმე, ბატონი კონსტანტინე ბრძანდებით. უკაცრავად. არა, გამოვდივარ, 5 წუთში თქვენთან ვიქნები. კარგი. რა ვქნა, უნდა გავიქცე, მაპატიე რა. რა ვქნე ხამე? დები გლონტები უნდა წაიყვანო. კარგი იდეა, გავიქეცი. ისე მართლა კარგი იდეა? კი, გლონტები. ის მივა ერთ ბიჭთან ერთად, მე მივალ ორ გოგოსთან ერთად. გლონტებთან. იმას ეცმევა მაგარი პიჯაკი, მე გლონტებთან ერთად. ნინის დაეცევიან შენი მეგობარი გაგვაცანიო, მე გლონტებთან ერთად. არა, სიმძლე გლონტებთან ერთად ვერ წავალ. შენ რო წამოვყვი? მე კაი რა დათო რა. გეხვეწები რა. არა დათო და რა გამოფენა ისე და ვინ იქნება კიდე? ვინ იქნებიან ეხლა მე ძალიან ბევრი ხალხი იქნება. არასამთავრობოებიც იქნებიან იქ კი. და მოკლედ ვინც უსაქმურია ყველა იქ იქნება. წამოყვები. ოღონდ მე შენ წამომყვები. ბებია ჩემთან, ვითომ ჩემი საქმრო ხარ. კაი. სანდრო, ახლა წასაყვანი არ ხარ რა. აი, რა ჩემი ბრალი ეხ, რა ვიცოდი, ჩემი ნათესავი რო გამოდგებოდა და მაინდა-მაინც მე ამიყვანდა. არა, დათო მაინც წამეყვანა. საერთო ნათესავები ყავს. დამელოდე შენ მანდ. აი საყურეები აღარ მჭირდება. შეგიძლია წაიღო. მარიკა. კაი, მარიკა, რა ჩემი ბრალია. რა ვქნა ეხლა რეპეტიცია ხომ უნდა გავიარო სადმე?
გამარჯობა. იცი რა, რეპეტიცია თუ გჭირდება დაგეხმარებით. ეგ ყური ქონდათ გარემზე მოდებული? აუ, აბა რა ვქნათ, ვერ უწდებით ჭუჭრუტანას. აი შენ ჩემგან. ისი რეპეტიცია გჭირდება? რაღაც რეკლამაში მიგებენ. აუ, რა კარგია, სანდრო პოპულარული გახდები, ფესტივალები, საღამოები. აუ, სანდრო, მე ხო გამაცნობ აგუტის. ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი. კარგი, მოდი აბა ვნახოთ რა ტექსტია, მოდი ვნახოთ. ესე იგი, რაბლე ამბობდა ეს რაბლე რა არის? რაბლე მწერალია, სანდრო. ხო. დავიწყოთ. რაბლე ამბობდა, ყველა ადამიანი პერსპექტიულია. ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რომლის ასრულების შანსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად ეძლევა. მთავარია ეს მომენტი არ გამოგვეპაროს და ჩვენს წინ ჩავლილ წარმატების რას ზრუგზე დროულად შემოვახტეთო. რა მაგარია. ძალიან მაგარია. აბა სანდრო, მოდი დავიწყოთ. ნელ-ნელა, არ აღჩქარდეთ, აბა დავიწყოთ. რაბლე ამბობდა. სტოპ. რაბლე ამბობდა. რაბლე ამბობდა. ყველა ადამიანი პერსპექტიული. სტოპ. აი პერსპექტიული წამოიღე უკან. რაბლე პერსპექტიული. რაბლე ამბობდა. ყველა ადამიანი პერსპექტიული. პერსპექტიული. თუ რა დაწერა ამ კაცმა ვინაა საერთოდ? რას ქვია? გარგანტუა და პანტაგრუელი. გარგრანტუა, პანტაგრუელი, პერსპექტიული, ხო? რა უბედურებაა, ვინ არის ეს? იცი დათო, აი ეს ვერ გავიგე. ეს ახლა კორპუსია? თუ ზღარბია? მართალი გითხრა, მეც ვერ გავიგე. ეს 1000 სისულელეს გადაიღებენ და მე უპრობლემოდ ყიდიან, მე? გამარჯობა დათო, მადლობა რომ მოხვედი. გამარჯობა ანდრო. ეს არის ანანო, აი მისი გამოფენა. აი მე რასაც ამბობ, გამარჯობა. იცი ძალიან მომწონს თქვენი ნამუშევრები, აი ულტრა თანამედროვეა, იცით, აი ხო კონკრეტული არ არის, მაგრამ აბსოლუტურად კონკრეტული აქცენტებითაა. გილოცავთ. კუარი? დროზე დამადებ ხარდე თავი. გამარჯობა ნინი. როგორ ხარ? კარგად შენ? მეც ძალიან კარგად. ეს გაიცანით, ეს არის ანანო, არა სამთავრობო აქვს. ეს დიმიტრია ჯიპი ყავს. თან სამსახურიც აქვს, დეველოპერია. ეს ცუდია. რა თქვით? რა არის ისი? ანანო, კი არა და ნინი. ნინი ხო ვის არის მერწყური. მერწყური და დეველოპერი ვერ გვიგო. ჩვენად დღეში ქორწილი გვაქვს. ჩვენ 9 დღე. ჩვენ შემდეგ საზღვარგარეთ მივდივართ. პარიში. ჩვენც მივდივართ მანდვე.
ჩვენ რომ ჩამოვალთ, ახალ სახლში გადავალთ. აჰა. მარიკა, მართლა ძალიან გამახარე რომ დამირეკე და მითხარი რეკლამას ერთად უყუროთ. კარგი რა, ბოროტი კი არა ვარ, შენ წარმატება არ მიხაროდეს. თან რაღაც ახალი კასტინგია, ეგ მივდივარ. როდის მიდიხარ? როდის მივდივარ და მერე მივდივარ. ესე იგი, არ ხარ ჩემზე ნაცრენი, ხო? სულაც არა, პირიქით მიხარია. ასე რომ შეგიძლია ის საყურები დამიბრუნო. მოდით, კაცო, მოდით! დაიწყო ეს რეკლამები. სანდრო, მოდი. მე სანდრო, რომ იცოდე როგორ მიხარია რეკლამაში რო გადაგიღეს. არა, მეც მიხარია, მაგრამ იცი როგორია, მე თავის მინუსები აქვს. ეს პოპულარობა ცოტა დამღლელი ხდება. მაიცა, ჩუმად იწყება. პერსენი გადახკარი. ნერვიულებთ. ყველაფერი კარგად იქნება. პერსენი. რაბლე ამბობდა, ყველა ადამიანი ლამაზია. ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რომლის ასრულების შანსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად ეცემა. თავარია ეს მომენტი არ გამოგვეპაროს და ჩვენს წინ ჩავლილ წარმატების რაშს სულზე დროულად შევუვახოთ. ბატონო, კლასიკური ქირურგია. ისე ეკრანი როგორ ცვლის არა ადამიანს? მოგეწონათ, ხო? ძალიან. თამარ, შენ წყალი დაგჭა ხომ სახში მოშვებული? წყალი დატოვე, ჩემ ადამ წყალი დატოვა ძალიან დიდი ბოდიში, მეზობლები არ ჩამოწყოთ, მეზობლები. ირაკლი, ბატონო. შენ რა სიტყვი? სანდრო. მსახიობობა ურთულესი პროფესიაა. მსახიობებს ხშირად უწევთ ხოლმე სხვადასხვა როლების შესრულება. აი შენ მაგალითად მარიკა, მე ცოტა ხნით გავალ, ქალებს საჭორავო გექნება. სანდრო. რა? და რამდენი ხანი უნდა იტრიალოს ამ რეკლამამ? ერთი თვე რა იყო? შენ ნუინერვიულებ, ერთი თვე საჭმელს მე ამოგიტან ხოლმე, საყიდლებზე ანანოს გავაგზავნით. მადლობთ. ო, ეკა.
ეხლა შენ მაინც ხარ განათლებული და ჭკვიანი ქალი, ხო? ამათ ბიზნესზე რა უნდა ველაპარაკო? მითხარი ეხლა ეს ცუდი რეკლამაა? არა, სანდრო, არა ჩვეულებრივი. ხო, მართლა. ჩემი ფირმა აპირებს ახალი სარეკლამო რგოლის გადაღებას ცოლ-ქმარზე. და ქმარი უკვე გვყავს და შენ მარიკა ეს ჭიქა წყალი თავალენე დავიხჩვი სანდრო, ცირა მესმის რომ ძნელია ეს პოპულარობა, მაგრამ აიღე რა ტელეფონი. არ მინდა რა. უპასუხ. მე ავიღებ. არ მინდა რა, დაანები. მოიცადე? ალო? დიახ. არა, სანდრო არ ვარ. მართლა არა ვარ სანდრო. არ დამიჯერა. წავედი ამბობ. კარგი, ცოტა ხანი დარჩი კიდე რა. და მე ერთად უყურთ სერიალს. მოიცა სანდრო, მოიცა, ხო კარგი მოჩდე ხარ. რა მოგივიდათ ბოლოს და ბოლოს ახლა დაწნაგეთ, ხო? მორჩა სანდრო, მოიცადე. გვიანია უკვე, ვინმე არა გეკიდოს გაგაცილებ. რა მოგივიდა რა ვიხუმრე რა დიდი ამბავია ხა ერთხელ ვიხუმრე სანდრო ხვალ საღამოს რა საკეთებ გულიც დავხატე ეხლა უნდა ჩავხატო ანანო ანანო ნიკაბი დამოვიწყდა როგორი აქვს აი მარიკას სურათებში მაინც იქნება ერთი ანანო მაინც ერთი ანანო ეს არა მარიკა ეკა ანანო სანდრო პირველი კლასი მარიკა ეკა ანანო სანდრო მეოთხე კლასი მარიკა ეკა ანანო მეათე კლასი სანდრო მერვე პატარა მარიკა რა იცოდნენ ეს ამ ფოტოგრაფებმა დააგდებდნენ გახდიდნენ ტიტლიკანას დააგდებდნენ ყავზე და გადაუღებდნენ მერე სურას ოი ირაკლი ყოფილა ეკა არ გვინდა აი ანანო შაქრეთ რagazzo ეს შუქი გაუგებურება არ დაგაძინებენ რა საკუთარ სახში ეს რა არის მუზა ეწვია პიკასოს რას ხატავს ეს კაცი მაინც არ ეყიდება ეს ნახატები და ვა გული შეყვარებული ალბათ ეს რა არის ეკა მოიცა დათო ხატავს ეკას იფიქრე ირაკლი აბა ეხლა საფეთქლის წილიც მიაშველე ეკა მაწყობს ეკა კარგია მარიკა აიღო
ეკას ხო დიდი ბინა აქ? მარიკა, ბატონო, სად მიდიხარ? სამსახურში ირაკლი. და სად მუშაობ? მენეჯერი ვარ. ახალგაზრდა იმედის მომცემი მსახიობის სანდროს მენეჯერი. მსახიობის სანდრო. ეს ის ხო მამაც გულში რო თამაშობს? კარგი, ნუ წრიალებ, დაჯექი. დაჯექი და მომისვინე სერიოზულად. გისმენ. მენეჯერულ საქმიანობას რომ მორჩები? დამირეკე. საღამოს აუცილებლად შევხვდეთ. სიურპრიზი მაქვს შენთვის მომზადებული. მართლა? ხო. სიურპრიზი? ხო. ძალიან კარგი. ოღონდ გაითვალისწინე, ჩემი ფეხის ზომა 27-ია. ხო და ჩექმები ერთი ზომით დიდი უნდა იყიდო. წავედი. ჩექმები. ეს იმდენს იზავს. ერთხელაც იქნება მართლა უყიდი იმ ჩექმებს. ვა! დათო? დღეს დიდი დღე არ გაქვთ? დღეს დიდი კი არა, უდიდესი დღეა, დათო, უდიდესი. რის გამო? რის გამო კი არა, ვის გამო, დათო? ვის გამო? ჰა? მოდი აქ დაჯექი. კარგი რა დათო რა. ხო იცი რომ ერთ ჩვენიან დღეს ყველაფერს გავიგებთ. დღეს საღამოს მარიკა მინდოდა რომანტიკულ ვახშამზე წამეყვანა. აი იმ რესტორანში სადაც ცოლებავთ ხოლმე. ხო. ყველაფერი მზად არის. მაგიდა შეკვეთილია, ფული გადახდილია, მაგრამ ვერ მივდივარ. წარმოგიდგენია, წასვლა გინდა და ვერ მიდიხარ. წასვლა გინდა და ვერ მიდიხარ. ხო. გინდა და ვერ მიდიხარ. აბა. ხო? მივხვდი, რასაც მეუნები. ცოტა ხანი მაცალე რა, ირაკლი. გავყიდი ამ ჩემ ნახატებს, წავალ. რა ნახატებს? რა საქმეს? შენ მინდა გაგიშვა იმ რესტორანში. ფული გადახდილია. მაგიდა შეკვეთილია. ვინც გინდა ის წაიყვანე. ჰაშენ ბურთი, აშენ მოედანი და მიდი ბარსა, მიაწექი. ესე იგი, დღეს დიდი დღეა, ხო? უდიდესი დათო. დიდი, უდიდესი. დიდი მადლობა ირაკლი. არაფერს დათო. რესტორნიდან რომ მოვალ, ჩემს ერთ დიდ სურათს გაჩუქებ პირადად შენ. წავალ მე სანამ გადავიფიქრე. სად მიდიხარ შენ და სანდრო? დღეს სანდრო რეკლამის ფულს იღებს. დათო საიდუმლო არ არის რამდენს? $8. არა. ოჩახ სანდრო? არა. ოღონდ $40 მიხთიან მე და $750 ვისი ტანიცი. შენ რაღაცა მიყვები მარიკა? მე სანდროს მენეჯერი ვარ. აბა, და სხვათა შორის სერიოზული შემოთავაზებებიც აქვს. მაგალითად, მთავარი როლი მხატვრულ ფილმში. და ფილმი? მაია წყვეთელის რიმეიქია და გასაგებია. ვაი. Allô? Ah, bonjour, monsieur Jacques. Merci bien. Ah, non, შენ ახარ. ხო რა? ხო, კარგი. გავიგე. აუ. უნდა გავიქცე რა. რა მოხდა? და უცხოელები არიან ჩამოსულები. საღამოს რესტორანში უნდა წავიყვანო. გავიქეცე და რა. სტუმრები საიდან არიან? საფრანგეთი, იტალია და უნგრეთი. საფრანგეთი სოფი მარსო. იტალია მონიკა ბელუჩი. უნგრეთი სანდრო. უნგრეთი. სანდრო, შეიძლება შენი ავტოგრაფი?
ხო, თქვენ იცინეთ და რაც რეკლამაში გადამიგეს, ქალების რაოდენობა 1-2-რად გაიზარდა. გასვას ხო ვაპირებთ ჩვენ? წავედით. ანანო, გავდივარ. რატო? ანანო. როგორ ხარ? კარგად. რაღაც მინდა გითხრა. ისა მაშინ მადლობაც ვერ გადაგიხადე აი იქ რო გამომყევი. კაი რა დატა, რის მადლობა ძალიან მაგარი ხარ, როგორ მოუგეთ. რა მინდა იცი? რესტორანში მინდა დაგპატიშო. შენი ნახატები გაყიდე? არა. და აბა ფულს საიდან ერთი გავყიდე. რას ამბობ? ესე გაძვირდა ქაღალდი? არა. მივხვდი. იმიტომ მივდივარ რესტორანში, რომ ისე მან ნინის და დიმიტრის უნდა შევეჯიბროთ, ხო? არა, ამჟამად ვიქნებით მარტო მე და შენ. მოკიაფე სანთლები. წყნარი მუსიკა. სიმშვიდე. მე მოდიან ბავშვები. ყურში გეუბნებიან. ბიძია იყიდე ყვავილი რა. სიგი მივდივარ პირდაპირ ანანოსთან და ვეუბნები. ანანო მე შენ არა ანანო როცა პირველად დაგინახე იმ შემდეგ ღამეები აღარ მძინავს. ეხლა მე მინდა არა ის არ შემიძლია. რაღაცა მყიდება რო ყურადღება მოი ანანო პირველად როცა დაგინახე ანანო ეს რესტორანი პირადად შენთვის შევარჩი. აქ ყოველთვის მყუდრო გარემოა. წყნარი მუსიკა. აი ეს არის ჩვენი მაგიდა. დაბძანთ. ერთი წუთი. ოფიცენტი არა ისა. მიმტანო. ერთი ბოთლი შამპანიური თუ შეიძლება. ანანო. გიყურებ ანანო და მიკვირს. როგორი საოცარი და მრავლის მეტყველი თვალები. აქვე მინდა პირობა მომცე რომ შენ ჩემს გარდა სხვას არავის არ მისცემ უფლებას დაგხატოს. დუმილი თანხმობის ნიშანი. პირდაპირ გეტყვი რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს ჩემთვის არაფერი ერთის გარდა. და ის ერთი შენ მე შენ მიყვარხარ.
ანან ეს რესტორანი სპეციალურად შენთვის შევარჩი აქ ყოველთვის მყუდრო გარემოა წყნარი მუსიკა აი ეს არის ჩვენი მაგიდა იცი კანცელია ლომაზია ყველაფერი ერთი წუთი მიმტანო დასინებებთ ის ერთი ბოთლი არაკი თუ შეიძლება ეს შამპანიური ალბათ ძალიან დიდი მადლობა და ესეთ ადგილას რა წარმომიყვანე მაგრამ იცი შენ იცი რა მინდა გითხრა ანან მას შემდეგ რაც პირველად დაგინახე ხამეები აღარ მძინავს მე ლაპარაკები და თუ ანანო აქვე პირობა უნდა მომცე რომ ჩემს გარდა სხვას არ მიცემ უფლებას დაგხატოს მეც მე უკვე ვყავარ დახატული რამდენიმე მხატვარს დუმილი თანხმობის ნიშანია ანანო რა უზომოდ მშვენიერი და მეტყველი თვალები გაქვს აი მე მადლობა აქვე მინდა პირდაპირ გითხრა რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს ჩემთვის არაფერი ვარა ხალხი დიდი ხანია აქ ხარ? არა ეხლა შემოვედი და კიდე მთელი დღე აქ ვარ გადამრია სამუცხოველებო ძლივს გამოვიქეცი ხო რას ამბობდი რა არ არსებობსო? ამ სალათის გარდა არ არსებობს ჩემთვის არაფერი და რა ვიცი შენ უცხოელებმა რა თქვეს? რა ვიცი ყველაფერი მოეწონათ და ის არ თქვეს მალე დაბრუნდებითო? კი აუცილებლად ჩამოვალთო არა ეხლა მალე არ დაბრუნდებითო? რატო? ვაიმე რა დრო გასულა ერთი წუთი რა ეხლა მომავალ ბებოს უნდა შევახსენო MTV-ზე ჯეკესები იწყება და უყურე რატო? რა საკეთებდი ჩემ და ანანო? ოფიციანტ ინებებთ რამეს კიდევ? ის არა ქვია რა აი გაიცანი ეს არის ეკა ეკა გაიცანი ეს არის ის რა ქვია მიმტანი თუ მომტანი ხან მიმტანი ხან მომტანი ეხა მე ზუსტად არა ძალიან კარგი ბიჭია ერთი ჭიქა წყალი მომიტანე გეხვეწები რა არა რას მაიმუნობ შენ გამომაპარებ რამეს? მითხარი შენ და ანანო, ჰა? ეგა რა სისულელია, რა მე და ანანო, რა? არა, ისე მართლა შენ და ანანო ერთად მაგარი სისულელია. მარიკა! ალო, ხო, ნუნუ. ვინ მელოდება? მოიცა რა უცხოელები. აბა ესენი ვინ იყვნენ? ხო, კარგი მოვდივარ. გავიქეცი რა. არ წახვიდე. როგორ თუ არ წავიდეს? უცხოელები ელოდებიან. მე უცხოელების ლოდინი არ შეიძლება. გაღიზიანდებიან. შეგიძლიათ წახვიდე თავისუფალი ხარ ნახვამდის. ახ, დათო. გავიქეცი. მარიკა! რამდენი ხანია გეცახი სადა ხარ? აკავარ. ხო იცი რომ სიურპრიზი მაქვს შენთვის მომზადებული. ოღონდ მითხარი, შავი ტყავის იყიდე თუ ყავისფერი? მარიკა. რა? აი ფლექსი. ოღონდ არ გაგიჟდე. არ არსებობს. 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 არა, ვინ წარმოიდგენდა? აბა. ვა. რა უცნაურია. დათო?
და ანანო. ხო, ოღონდ ეკა. რა ეკა ანანო? რა ანანო, ეკა იყო იქ. ირაკლი, რა ეკა იყო, ანანო იყო, ჩემი თვალით ავინახე. რა ანანო, ეკა იყო იქ. არ შეგიძლია ხო ძილის წინ ნერვები არ მომიშალო რა. კამაცაზრია. რატო მეუბნები? ანანო იყო, ჩემი თვალით არ მისლის პირდაპირ რა. რატო მეუბნები? თვითონაც მიშლის ნერვებს რა. ოხე, ეკა რა. და რა დროში მოვიდა? აი ცოტა მაგდა, ცოტა რა და მეუბნებოდი ჩემსად. ოხე, ეკა. არა და ჩემი ანანო როგორი ლამაზია. ანანო ჩემი ანანო